რაღაც ამბავი სანამ ეთერში შემოვიდოდით შიდსთან დაკავშირებით და იმ სტერეოტიპებთან დაკავშირებით ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს კამპანიას HIV ინფექციაშისთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის საკითხებზე სიმართლე შიდსზე. სტიგმა დისკრიმინაციის მაღალი დონე უკავშირდება საქართველოს მოსახლეობაში შიდსთან დაკავშირებული ცოდნის და განათლების დაბალ დონეს, ისევე როგორც მცდარ სტერეოტიპებს ინფექციის გადაცემის გზების შესახებ. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია საზოგადოებას მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ინფექცია შიდსის გადაცემის გზების პროფილაქტიკის, პრევენციისა და მკურნალობის შესახებ. სტიგმა და დისკრიმინაცია წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელ ნაწილს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია HIV-ს ასოცირებული სტიგმა და დისკრიმინაცია. მას შემდეგ, რაც საქართველოში დარეგისტრირდა პირველი HIV-ის შემთხვევა, მალევე ჩამოყალიბდა შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი, რომლის მიზანია HIV ინფიცირებულთა დახმარება. ეს დახმარება მდგომარეობს როგორც მორალურ, ასევე სოციალურ, იურიდიულ დახმარებაში და ფონდის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის HIV ინფიცირებულთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. HIV ინფიცირებული ადამიანი არ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისათვის, ის რომ იგი უშუალოდ იყოს ერთ სასწავლო ოთახში სხვა ბავშვთან ერთად იყოს ერთ დაწესებულებაში იმუშაოს, HIV ინფიცირებულთან კოცნა, ჩახუტება, გადახვევა არ წარმოადგენს საფრთხეს, იმიტომ რომ ეს დაავადება გადაეცემა მხოლოდ და მხოლოდ სამი გზით, როგორც არის სქესობრივი კონტაქტი, სისხლის და სისხლის პროდუქტების გადასხმა, არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება და HIV ინფიცირებული ორსული ქალმა შეიძლება დააინფიციროს მისი ნაყოფი მუცვადყოფნის მშობიარობის ან ძუძუდებების დროს. დანარჩენ შემთხვევაში არც ერთი HIV ინფიცირებული არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საშიშროებას.